თავი უკვე რასისტი მგონია, მაგრამ მაინც უნდა მოგიყვეთ, დღეს დიდ ბრიტანეთში იყო საოცარი ამბები, განსაკუთრებით ლონდონის ქუჩებში, ზღვა ხალხი გამოვიდა უბრალოდ ქუჩებში და ასე ვთქვათ, იწყება ერთგვარი ინგლისური გამოღვიძება, რომელიც არის, აი ჩვენთან იყო ხოლმე ხო ისეთ ასეცენი ქართველობას გვართმევენ, აი ზუსტად ერთ დღე დაუდგა ლონდონს და უბრალოდ ჩვენგან განსხვავებით იქ უფრო ბევრმა ადამიანმა იგრძნო ეს რეალური საფრთხე, იმიტომ რომ ჩვენთან ესე ძალიან არ დაძაბულო მდგომარეობა, იმიტომ რომ მთლიანად ბრიტანეთი უკვე გადაშენების კულტურული კრიზისის წინაშე არის, უდიდესი კულტურული კრიზისის წინაშე არის, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მთავარი და უძლიერეს ქრისტიანული სახელმწიფო ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის, რომ ემიგრანტებისგან, განსაკუთრებით მუსულმანური ქვეყნებისგან წამოსული ემიგრანტებისგან საერთოდ კულტურული შოკის წინაშე დგანან. უბრალოდ აი ძალიან მარტივი მაგალითი რომ წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება რომ ანუ ემიგრანტები, რომლებიც რამდენიმე წლის, თუნდაც რამდენიმე თაობის ჩასულები არიან, გამოდიან და აპროტესტებენ იმას, რომ ინგლისური დროშა აქვთ ადამიანებს, ბრიტანელებს საკუთარი აივნებიდან გადმოფენილი და ანუ ამაზე არის მთელი ერთი ამბები ატეხილი და საერთოდ ანუ ზოგადად დგება იმის განცდა დიდ ბრიტანეთში რომ საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს ადგილობრივი კულტურული სიამაყე. არც თქვენ გასაზღვრეთ ახლა საიდან იმართებიან ბრიტანული ამჟამინდელი ბიუროკრატია, მაგრამ დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მალე ისინი საერთოდ აღიგვებიან ბრიტანული კულტურული არსებობიდან და ძალას საკუთარ ხელში აიღებს ნამდვილი ბრიტანული კულტურული ძალა, როგორც დასავლური კულტურის წარმომადგენელი, დიდი გულშემატკივრობით ველოდები ამ დღეს. სრულდება ამ საკითხთან დაკავშირებით მომამზადებ აუცილებლად რამდენიმე ნაწილით, უბრალოდ მინდა რომ დღეს გადახედოთ, დღეს 13 სექტემბერს იყო განსაკუთრებით დიდი მასობრივი გამოსვლა ქუჩებში, ტომი რობინსონი იყო ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და შეგიძლიათ უბრალოდ აი დაგუგლეთ 13 სექტემბერი ლათინური ასოებით და აი თქვენ თვითონ ნახავთ კადრებს, რაღაცნაირად ძალიან ისეთი კადრებია.